ბარბარიკას რომ სამკურნალო არაფერი ჭირს, ეს დღეს ოფიციალურად დადასტურდა. და ისედაც მანტკამების გვარში სტარტოდ უშვილო არ ყოლია არასოდეს არავინ. კაი, დოჩი, გავიგეთ, არ არის საჭირო 5-ჯერ გამეორება. თქვა ექიმმა, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. მაცი გოგო ლაპარაკს. ამიტომაც გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და ახლა ბატონი მაქსიმე უნდა წაბრძანდეს კაცების გინეკოლოგთან. ბატონო? რა თქვი შენ, დოჩი? რა იყოდეთ, ბარბარიკამ თუ ინება კეთილი და წავიდა ექიმთან, მაქსიმემაც ინებოს იმავე კეთილი და მიბრძანდეს ექიმთან, სასწაული კაცო. რა ექიმთან ხო არ გააფრინეთ? დიდიკო ხუმრობს, დოჩი. არაფერს არ ხუმრობ მე. წავა, მაქსიმეც აუცილებლად წავა. იქ არიყავი, დაიცადეთო რა თქვა? იქ არიყავი შენს რომ გაესინჯა? გაესინჯა შენ დიდი ამბავი იქნება? იცი შენ 90% კაცების ბრალი ყოფილა უშვილობა. არც გუნალებში არ ყავს უშვილოები. თუ გაინტერესებს კალბატონა დოჩი. ხო და წარადგინოს საბუთი. დაშალეთ ვახშამი. მიატოვე შენ ეს ლაპარაკი. კი, მაგრამ ვერ გავიგე რატო არ უნდა ამბეც ექიმთან წასვლა, ა? ფული არა გვაქვს, ექიმის ეშინია თუ პასუხის ეშინია, ა? ბიჭო, არ მინდა პროსტა და всё რა. რა დღეში ხარ თქვენ აქ? ჰა? მართლა და მართლა. რა დღეში? რას გადააკიდეთ ამ ჩანშვილს და საერთოდ როგორ ეკცევით? თქვენ გონიათ მე აქ რო ჩუმად ვარ და ხმას არ ვიღებ და ვითმენ, ასე მოვითმენ ყოველთვის. ხო, რამედა რა. არავინ გაბედოთ, ჩემი შვილის ძალით წაყვანა. ექიმთან კი არა თუნდაც რესტორანში. ნარდინად. არა, არ დაწნარდები. კაპლი გაგნება ოჯახში მოიტანე. და კაპლი არ გამიბედავს დღეს მე აქ არავინ. და კიდო ისენუ იქცევით თითქოს ჩვენ გვინდოდა ძალიან ეს თქვენი ბარბარიკა რძლა და თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ რომ ეს ჩემი დედის სერთა ანგელოზივით შავი ბრილიანტი ბიჭი ჩაგდეგდოთ ხელში. ოე, დედა. ეგერ ნატრული, ეს შენი საკუთარი ბრილიანტი გეძახის და ერთი ეს დაგერიგები ნასანამ ჩვენ ოჯახში გამოუშვებდი. კაი, დამშვიდეთ ახლა ყველანი. თუ კიდე სამი თვე არ ჩაისახება სოლომე ლუკა მანტკავა, მერე წავა ექიმთან მაქსიმ. ინაო დედა. რა უშვილო?